მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს კარგად მოგეხსენებათ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. მრავალთარიც დღესასწაულობს ქვეყანა. ასევე არის დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღე. და მე ერთი რამე მინდა ვთქვა. დღეს ქვეყანა, რომელიც წესით უნდა ხვდებოდეს შესაბამისად ამ დღეს, ხვდებით ჩვენ ძალიან დიდი ხმაურით, პროვოკაციით, თქვენ ხედავთ გადაცემის სათაურს, ქვეყანა ხვდება ძალიან დიდი პროვოკაციით. დღევანდელი დღისთვის სპეციალურად ევროპის საბჭომ და ევროპულმა სტრუქტურებმა განისრახეს საქართველოში დიდი დივერსიის მოწყობა. ვინმეს თუ გონია, რომ გუშინ open air-ზე რუსეთის დროშის შეურაცხყოფა ეს იყო ვიღაცა სულელი მომღერლის ჩადენილი ქმედება და ეს იყო რაღაცა იმპულსურად გაკეთებული ვიღაცას თავში დაუვარდა ძალიან ცდებით მეგობრებო იმიტომ რომ ამას ეს ყველაფერი იყო ძალიან კარგად ორგანიზებული ძალიან კარგად მომზადებული იმისათვის, რომ საქართველოს პრობლემები შექმნოდა. ანუ, იყო გათვლა იმაზე, რომ ეს ადამიანი პროვოკაციას რომ მოაწყობდა, შემდგომში ხელისუფლება მიიღებდა ზომებს ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, სამართლებრივად წესით უნდა გაკეთებულიყო ესეც, რომ ეს ადამიანი დაპატიმრებულიყო, იმიტომ რომ ეთნიკური შუღლის გაღვივება არის სისხლის სამართლის დანაშაული. და რამდენადაც მე ვიცი ადმინისტრაციული წესითაც, როგორც მე ვიცი, არ არის დასჯილი. და ეს თუ გაკეთდებოდა ხელისუფლების მიერ, მერე გამოვიდოდა რომ აი ხელისუფლება რუსეთის დროშის და რუსეთის დამცველია და კიდევ უფრო მეტი აიწეოდა ტემპერატურა დღევანდელი აქციისთვის. ეს იყო მათი მიზანი. რატომ ანდამაიც 26 მაისის წინ, როდესაც ეხლაც აი რენეგატები დგალან რუსთაველზე, რატომ ანდამაიც ერთი დღით ადრე გააკეთეს ეს ყველაფერი. და ევროსაბჭოს რო ვიძახი, თვითონაც არც მალავენ ეს ორგანიზატორები, აი ეგერ გუშინ, როდესაც მაგალითად აი ეს ჩატარდა ეს მზაკრული პროვოკაცია, აი გამოდიოდნენ ესენი სანამ ეს მოეწყობოდა კონცერტი, თვითონაც ლაპარაკობენ, რომ ევროპის საბჭო არის აი ამ ყველაფრის უკან. აი მე ბოდი. წავიდა. გამარჯობა, ჩვენ ვართ ნიკო ნერგაძე და ეკა დემეტრაძე. თბილისი open air-ზე გიმასპინძლებთ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კუთხეში. იცით რა არის ევროპის საბჭო? ეს არის ევროპის წამყვანი ადამიანის უფლებების ორგანიზაცია, რომელიც 46 სახელმწიფოს აერთიანებს. ევროპის საბჭო უკვე მეხუთედ უერთდება ფესტივალს და წინა წლების მსგავსად სახალისო, ინტერაქციულ და შემეცნებით აქტივობებს აქტივდება. მოდი გავერთიანდეთ ჩვენი ღირებულებების გარშემო. ქართველები სხვა ევროპელი მეგობრების მსგავსად ვიზიარებთ თანასწორობის და მრავალფეროვნების, სოციალური და ბავშვთა უფლებების პატივისცემის იდეას. ჩაერთეთ ჩვენთან ერთად განძის მაძიებლის თავგადასავალში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კუთხეში. მოძებნე განძი და მიიღე საჩუქრები. საინტერესო მომხსენებლებთან ერთად ვისაუბრებთ სოციალურ უფლებებზე, თანასწორობაზე და საზოგადოებაზე მათი ზეგავლენის შესახებ. ჩარტის შემეცნებით დისკუსიებში ბავშვთა განვითარების საკითხებთან დაკავშირებით ვილაპარაკებთ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების რისკებზე და ბავშვების დაცვაზე ძალადობისგან. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გელოდებით უცვლელ ადგილას თბილისი open air-ის ტერიტორიაზე. 24 და 25 მაისს აქ ავართ 2-დან 6 საათამდე. შევხვდებით ფესტივალზე. ამოდით. ესე იგი თურმე რაღაცა აი ეს ფესტივალი ევროსაბჭოს ეგიდით ყოფილა უწყინარი რაღაცა აქტივობები, ბავშვებიც უნდა ყოფილიყო ჩართულები და ეს უწყინარი აქცია, რომელსაც ევროპის საბჭო ატარებდა, გადაიქცა იმათ, რომ გუშინ ჩვენ ვიხილეთ აი ეს პროვოკაცია. ეს ახალგაზრდა თუ ამას ახალგაზრდა შეიძლება უწოდოთ არის ერეყ
ყლე გეწაძე ჯერ სახელიც შეარჩეული აქვს მშობლებმა შეარჩიეს ერეკლე მეფე რომელმაც სწორედ რუსეთთან ურთიერთობის დამყარებით გადაარჩინა საქართველო რა ვიცი მშობლებს ამისთვის ცოტა სხვა სახელი უნდა შეერჩიათ მე თუ მკითხავ იმიტომ რომ ეს ნამდვილად არ იმსახურებს და რო გავიგე შემდგომ ვინ იყო დამაინტერესა ეს ვაჟბატონი საერთოდ ვინ ბრძანდებოდა და ნუ ეხა არ არის დაფარული რომ არ გაცხადდესო და ნახე აგერ და ნახეთ შეხედეთ ეხა სურათს ეს არის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობის ვაჟი ეს ბატონი თქვენ კარგად იცით რომ მისი ხმა ალბათ ყველას გეცნობათ თეატრის მსახიობი და სხვადასხვა ფილმებშიც ნათამაშები და ეს არის მისი ვაჟბატონი აი ამ ადამიანმა ისე მაგან უნდა თქვას რომ კარგი შვილი გავზარდეო რა და აი ამ ადამიანებმა მოაწყვეს პროვოკაცია მეგობრებო ეხლა ერთი რამე არის ჩვენ როდესაც რეაგირება გქონდა ამაზე შესაბამისი ვიღაცებმა თქვენ რა რუსეთს იცავთ თქვენ რა ესე იგი რუსეთის დროშის დამცველები ხართ და ერთმა ალელიშვილი არის ერთ-ერთი ესეთი ჟურნალისტი რუსთავიორის ისე რამდენს იტევს ეს სამთავრობო მედია ამ ნაცებს მე მომწერა პირადად რომ აიო თქვენო ანწუხელიძე რომ ისაო რა ქვია დროშის გამო იმას ქნესო აწამესო იმაზეო რა შერეგერთიც ისე ამ ანწუხელიძეს ისე იყენებენ ვითომ ჩვენ ანწუხელიძეს გმირად არ თვლიდეთ ეს ნაძირლები ესენი და ყველაფერზე ესე იგი ანწუხელიძის მამიდა გამოვიდა და თქვა რომ მე ამ ხელისუფლებას უჭერ მხარს და რომ არა სააკაშვილის პოლიტიკა ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა პირი გამოირეცხეთ ანწუხელიძეზე ლოლაპარაკობთ თქვენმა ნაძირალა სააკაშვილმა იმსხვერპლა ეს ჩვენი გმირი ანწუხელიძე და ესე იგი ამოფარებული არიან ეს პიდარასტები ანწუხელიძე თქვენ როგორ ფიქრობთ აი ამ პიდარასტების გვერდით დადგებოდა და მაინტერესებს ერთი ეს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა რაც შეიძლება ქვეყანას მიაყენო ეს არის დროშის სიმბოლიკის შეურაცხყოფა არ გეშინიათ ის ერთი ადგილი რომ ვიღაცა მართლა კასტრაცია გაგიკეთოს ბატონო ერეკლე თქვენ ხო არ გონიათ რომელი ქვეყნის დროშას იმას ქენით შეურაცხავით თქვენ რომელი ქვეყნის და გასაგებია შეიძლება ვიღაცას არ მოსწონს მაგრამ ეს რო ჩვენ პრობლემას გვიქმნის მილიონამდე ქართველი რომელიც შეიძლება დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს გუშინ სხვათა შორის მამუკა ფიფიამ გააკეთა ამაზე განცხადება სოლიდარობა მშვიდობისათვის საერთაშორისო მდივანმა და შეფასება გაუკეთა რუსულ მედიაში საშინელ დღეში არის საშინელი დარტყმის ქვეშ არის დღეს ქართული დიასპორა თქვენ კარგად იცით რომ კროკოსიტში რომ მოხდა ტერაქტი ესე იგი ის ადამიანები ეთნიკური იქ ტაჯიკები თუ უზბეკები იყვნენ შემდგომში მასობრივად მოხდა ამ ადამიანების მიერ რუსეთის დატოვება იმიტომ რომ საშინელი აგრესია წამოვიდა იმიტომ რომ ეხა იმ ეთნიკური ჯგუფი რაშვაში იყო მაგრამ წავიდა აგრესია ეხა ამას ეხა მე სიმართლე რო გითხრა არც მინდოდა ამის ჩვენება მაგრამ ყველგან გავრცელდა მარია ზახაროვამ გააკეთა განცხადება და ეხა მე რო დავმალო რა აზრი აქვს არ მინდოდა იმიტომ რომ შეიძლება ხალხო ასეთი რამე მოვითმინოთ ამდენი შეურაცხყოფა ამდენი ეხლა მაინტერესებს რა ტერიტორიულ მთლიანობაზეა საერთოდ ლაპარაკი ესე იგი რუსები ჩამოდიან ხაჭაპურში უფურთხე პუტინლო ბოდიში და მიდის საშინელი აგრესია ომი მიდის იქა რუსეთის წინააღმდეგ და ქართველები ბრძოლობენ აი აქ ნაიომნიკები იმის რუსეთის წინააღმდეგ რატო უნდა დაგიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალი ამის შემდგომ რუსმა დროშას შეურაცხყოფ აგინებ ლანძღავ და დამითმეო თქვენ აძირლებო თუ ძალაგერჩი და თუ რუსეთს ასე მტრათ ისახავ წადით და იომეთ აგერ ჩაჯექით თვითრინავში ამ იმას ჩაფრინდებით ლვოვში და ამოხვალ და მიქიდან მე დაიწყებ თუ რამე თავი გაქვთ მაგრამ თქვენ ხართ ინტერნეტ არაგველები თქვენ ხართ ესე იგი კლავიატურის ლომები ჩუკენა ხალხი ჩუკენა საქართველოს ყოფ შარში და მე მოუწოდებ ხელისუფლებას რომ უკვე მიიღოს ზომები ამ ყველაფრის წინააღმდეგ არ შეიძლება ქვეყანა იყოს ასეთი დარტყმის ქვეშ. ასეთი რაღაცების გამო ომები იწყება, ხალხო, ომები იწყება. დანიამ, როდესაც მაგალითად თქვენ კარგად მოგეხსენებათ საფრანგეთში, როდესაც ეს შარლი ებდო გამოდიოდა, ომი კი რაღაც დაიწყო, ესე იგი მუსულმანურმა სამყარომ საფრანგეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ შარლი ებდოში კარიკატურა დაიხატა.
ეხლა თქვენ აი მომით ეხლა რიგითი რუსი, აი თქვენ რო იყოთ ქართველი და რო იყოთ მეთქი ქართველები არ ახარ და ამიტომ წარმოგიდგენ მოგეწონებათ ეხლა მაგალითად რომელიმე ქვეყანაში რო დროშა შეურაცხყოფ მაგრამ ამ რუსეთის დროშას რო გადაეკიდეთ და რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია შეიძლება დასრულდეს ისე რომ ჩვენ ეს ტერიტორიები დავგმოთ მაგრამ ანექსირებული ვისაც აქვს ტერიტორიები ჩვენი ქვეყნის იმ დროშებს რატო ვერ აწვავთ მაგრამ იცით რატო ვერ აწვავთ თქვენ იქიდან იღებთ დასავლეთიდან ფულს რომ სწორედ რუსეთის დროშა უნდა დაწვათ რომ რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქროთ თქვენ ამაში გიხდიან ფულს თქვენ ნაძირლებო თქვენა აი გაუგონარი რაღაცა ხდება და ეს ყველაფერი გააკეთა დასავლეთმა საქართველოს წინააღმდეგ და აი ამის ნათელი დასტური იყო ასევე ის განცხადება რომელიც გაკეთა შემდგომში აი აგერ სამი ქვეყნის ლიდერის მხრიდან და ესე იგი მე არ ვიცი ამაზე მეტი დიდი დარტყმა მე სხვათა შორის ამ საკითხებზე დღეს მქონდა საუბარი ებრაელ ექსპერტთან ბატონ იაკობ კედმისთან ინტერვიუ სახელდახელოდ ჩავწერეთ ამას თქვენ ნახავთ ჩვენს რუსულენოვან გადაცემაში რომელიც წაღდგა სხვათა შორის მე მინდა მოულოცო ყველა იმ ადამიანს აფხაზებს და ოსებს და აგრეთვე რუსეთში ცხოვრებ ქართველებს რომლებსაც ქართული არიციან და მოისმენენ ამ ყველაფერს და ამ ინტერვიუს თქვენ ნახავთ კვირას და ეს ადამიანი ყველაფერზე ამ პროვოკაციებზე საუბრობს და აი მე მინდა ეხლა რითი მოგვილოცეს ჩვენ დასავლელმა ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა მეგობრებმა დამოუკიდებლობის დღე არ გაინტერესებთ აი მოусმინეთ ხარს უჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ვგმობთ ხელისუფლების ყველა ქმედებას რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას მაკრონი მერცი და ტუსკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს ტუსკი მერცი ერთობლივ განცხადებას აკეთებენ გერმანიის საფრანგეთის ლიდერები ესე იგი მე არ ვიცი აი ეს იცით რის ბრალი არის როდესაც შენ სისუსტეს გამოიჩენ აი როდესაც ცხოველი დაინახავს სისხლს მე იმ ცხოველი იმ სისხლზე უფრო მოდის ამათმა დაინახეს რომ ხელისუფლება ცოტა მობიერებას იჩენს და უფრო და უფრო შეგვაჭდნენ რასაც ქვია რა უფრო და უფრო არავითარი სისუსტეს გამოვლენა არ არის საჭირო და ენის მოჩლეკით საუბარი უნდა დასრულდეს ამათთან. რა უნდათ ამ დასავლეთის აგენტურა საქართველოში? რამე ჩვენ დემოკრატიული რაღაცა პრობლემები გვაქვს დემოკრატიის კუთხით. აზერბაიჯანზე მეტი დემოკრატიული საქართველო არ არის? და მაინტერესებს არაბულ ქვეყნებზე მეტი სირია რომელიც სირიის ლიდერს რომელსაც ესე იგი ტერორისტების სიაში იყო მოუხსნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყოველგვარი ესე იგი სანქციები ეს ტერორისტი კაცი ტრამპმა თქვა კაი ბიჭი არისო იმიტომ რომ ესე აწყობს მას და ჩვენ რო კიდე გამოვდივარ და ევროპისკენ მივდივართო და პარლამენტთან ევროკავშირის დროშა რო არის გამოკრული აი ეს არის ყველაზე საშინელება ეს არის სტოკჰოლმის სინდრომი როდესაც მძევალი ხარ და შენ მძევლის მიმართ გაქვს სიმპათიები და ჩვენ მძევლები ვართ ამ სიტუაციის აი ამ ერთი მუჭა ნაძირლების მძევალია მთელი ქვეყანა გასაგებია 20 კაცი იკრიბება 30 კაცი იკრიბება მაგრამ ესენი ურევენ ამ ქვეყანას ხო აი ამ ერთი მუჭა ნაძირლების ხროვამ აი ეს გააკეთა. მერე იტყვია ლავრენტი ბერია ხრიტავდა ხალხსაო. აი ხა ეს გეწაძე არ არის დასახრეტი? და ის ადამიანები ვინც იქ მონაწილეობდნენ ამ მსგავსე შენ რო იცი რომ შენ ამ დროშის დაწვის გამო ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებ შენ რო იცი რომ შენ მილიონ ქართველს გამოყრიან იმ რუსეთიდან და მაინც აკეთებ ამას აი უნდა მოგაჭრად ის ერთი ადგილი მართლა რა მაგრამ არც ეკნება ესენი ხო პინდარასტები არიან და დასაჭურისებული ჩუკენები ესენი რა და მე ვიღაცა გამოდის აი ალელიშვილისნაირი რუსთავიორის ჟურნალი თქვენო რუსეთზე შეგტკივათ რუსეთზე კი არ შეგტკივათ ჩემ ქვეყანაზე შეგტკივა გული და ჩემ ქვეყანაზე შეგტკივა გული რომ აი ესეთი ქმედები ზღით იდღებთ შორდები ჩვენ ცხინვალს და სოხუმს და მე მინდა ხელისუფლებას მოუწოდო რომ პოლიტიკური კასტრირება მოახდინოს ამათი პოლიტიკური კასტრირება ამ უსქესო ადამიანების ჯერ შეხედეთ ხალხო ვინ იკრიბება ეს რას გვანან რას დაამსგავსეს ამათმა ქართველები შეხედეთ ერთი აი და მე მივხვდებით აი ქართველობა შეგზიზღდება ზოგჯერ აი ნახეთ
ოპა, წავიდა SMS-ები, ქარვა განიკარვე. ეს არის ევროსაბჭოს უწყინარი პროექტი, აი იმ მსახიობებმა რო თქვეს, ჩვენ რაღაცა თამაშობებიო, რაღაცა უწყინარი რაღაცა პროექტი არისო და აი აქ მივიღებთ მონაწილეობასო. ხო გახსოვთ როგორი შესავალი გააკეთეს ამათმა. და თურმე ეს ყოფილა უწყინარი შოუ, რომელსაც ესე იგი ეს ადამიანები და მე ყველაზე უფრო საშინელება არის ქართველი, ხა ჩვენ შოტლანდიელები არა ვართ კაბაში რო გამოვიდეთ და კონცერტები გავმართოთ. შეხედეთ ერთი ვიღაცა ნაძირალამ დაირქვა სახელად თამადა. და გამოდის აგერ კაბებით გამოვიდნენ ამ კონცერტზე. ნახეთ ერთი აი. აი ნაციონალებო გისურვებთ რომ აი ესეთი კაბიანი კაცები ყოლოდეთ თქვენ ყველას ოჯახებში რა. ყველას გისურვებთ და იმ ადამიანებსაც ვინც წაშს უკრავდით. აი აფხაზი და ოსი ამას რო შეხედავს. რომ ქართველი კაცები გამოდიან კაბებით და რუსეთის დროშას აფსამენ, ბოდის. მერე შენ აფხაზი და ოსი რატო დაგელაპარაკება? აი ეს პუტინი რო ეტყვის, მოდით რა იქნება ქართველებს დაელაპარაკოთ. ხო ეტყვის ეს კაცო, ეს აფხაზი და მე სისხსავღრი იქა. ვომობ, ვიღუპები შენი გულისათვის და ესენი კიდე აქა კაბებით, პიდარასტებით გამოდიან იქა და შენ დროშა შეურა. მე ამას დაურეკო. როგორ ეტყვის ჯერ პუტინი ვარ, როგორ უნდა უტყრას მე მაინტერესებს აფხაზი და მე გამოდიან და ესენი თქვენო აი რუსეთის დროშაზე რუსეთისკენ საქართველოზე შემტკივა პირველ რიგში გული. თქვენ ნაძირლებო, თქვენა როდემდე უნდა ვითმინოთ აი ეს ყველაფერი. მე მინდა ხელისუფლებას მოუწოდო რა. იცით რა არის უკვე? ბოლო-ბოლო ან ჩვენ მოგვეცეთ საშუალება მოქმედების, ან თქვენი მოქმედეთ, იმიტომ რომ ამათი ატანა უკვე აღარ შეიძლება. ამ პინდარასტების ატანა შეუძლებელია უკვე. აი ამ კალგოტკიანი კაცების ატანა შეუძლებელია უკვე, რომლებიც ქვეყანას დიდ შარში ხვევენ. ეს არის კატასტროფა, მეგობრებო, ეს რაც ხდება. ეს არის დიდი კატასტროფა. და აი ამ ყველაფერში მე ცოტა მოგვიანებით ამაზე ვილაპარაკებ. მონაწილეობენ ჩვენი სასიქადულო, ჩვენი სათაყვანებელი ერთ დროს ესე იგი მსახიობები, კულტურის მოღვაწეები, მე არ ვიცი ასეთი დაცემა, ასეთი განადგურება ქვეყნის, არ ვიცი, აი ეხლა მერაბ სეფაშვილი გამოვიდა და ნახეთ აი როგორ ესე იგი აი ამ ყველაფერზე რა კომენტარი დიდი მადლობა. მინდა პირველ რიგში ორგანიზატორებს უთხრა აი ასეთი კარგი ორგანიზებისთვის, კარგი იდეისთვის, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული ოფენაერია წელს არის ქართული, ნამდვილად ისეთი ქართული უცხოელების გარეშე ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდა დღეს ამ სცენაზე, მოხდება ხვალაც ამ სცენაზე. რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი ერთმანეთზე და აი აქ არის ის კუნძული, რასაც ქვია თავისუფლება. ფაშვილის აზრით ესე იგი კაბებიანი კაცები რუსეთის დროშის შეურაცხყოფა ეს ყოფილა ეს თავისუფლების კუნძული. აგერ სუხიშვილს მოусმინეთ. ბელს დიდ პატივს ვცემ ჯერ როგორც ქალბატონს და მე მის გვერდში ვდგევარ. რა თქმა უნდა მინდა რომ
ის რასაც გამოხატავს თავისი ქმედებით თელ სისტემას უდგას ქალბატონი, რომელიც აი ფაქტიურად მოერია ამას და უბრალოდ ვერ გატეხავ ეგეთ ადამიანს. ეს კიდე პოლიციელი შეურაცხყოფელ ადამიანს იქ გამოდის და ლაპარაკობს, რომ თურმე ესე იგი ეს ყოფილა გმირი. პაატა ბურჭულაძე, მე არ ვიცი ბატონო პაატა, ბალე თქვენს გიხილავთ ალბათ კაბი ჩვენ. რაღა დარჩა რა. თქვენ გახდით სახელგანთქმული ბანიდან სახელგანთქმულ LGBT-მდე. თქვენ ხართ LGBT პაატა. თქვენ იყავით ბანი, ცნობილი ბანი, თქვენ რუსბანს უწოდებდით თქვენ თავს, მე რუსი ბანი ვარო, რუსი ბანიდან იქეცით LGBT პაატად. აი ხა ნახეთ ერთი. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე. იცოდეთ, დღეს რუსთაველზე წდება საქართველოს ბედი. ყველანი უნდა იყოთ იქ, როცა ესე იგი, ესეთი კონცერტსაც იყენებენ, ყველაფერს იყენებენ იმისათვის, რომ აი ეს ყველაფერი აი ამ თავისთვის მოირგონ. და რას თავარია კიდე? აი მე არ ვიცი, აი ყველა ადამიანი როგორ დასცენ ძირს, აი ხლა აგერ ნანი ბრეგვაძეს მოусმინეთ. ესე იგი დასავლეთმა აი ყველა ადამიანი ამოსვარა ტალახში რა. აი ყველაზე უფრო გული მტკივარ აზე იცით აი ჩემთვის ყველაზე დიდი კუმირები იყვნენ ბუბა კიკაბიძე, ეს მეკა მამალაძე, ნანი ბრეგვაძე, პაატა ბურჭულაძე და ყველანი ლაფში ამოისვარენ ხალხო. და აი იმ ლავრენტი ბერიას რო აგინებთ და იმ საბჭოთა ეპოქის მესვეურებს თქვენ რა გონიათ? აი ეს რკინის დისციპლინა რო არ ყოფილიყო, აი ეს მაშინდელი ინტელიგენციის წარმომადგენლები არ იქნებოდნენ ესეთები? აი ესეთები იქნებოდნენ მაშინაც, მაგრამ ვერ ბედავდნენ, მე ყველა ვერ ბედავდა ზოგიერთი ამას. დღეს აღარ დარჩა ქვეყანაში ავტორიტეტები აღარ დარჩა, აი არ ვიცი, ეხა ეს ნანი ბრეგვაძე უკვე ასაკშია და შეიძლება ვერც გაიგო სადღეროდა, მაგრამ ეკა მამალაძეს მინდა მიუმართო. ქალბატონო ეკა არ აღწვენიათ ამ პიდარასტების იმაზე რომ მიდიხართ კონცერტზე? არ წვენიათ მთელი ცხოვრება ნანი ბრეგვაძე ბოდიში და ბორის ელცინის კლავებში იყო, კაცო. და რუსეთში გაიკეთეთ კარიერა, რუსეთმა მოგცათ ყველაფერი და რუსეთის დროშა რო დაწვეს, იქ როგორ იყავით, მაინტერესებს როგორ. შეიძლება ხალხო ყველგან როგორ ყველას როგორ ეხუტებით, ხან რუსებს ეხუტებით, ხან პიდარასტებს, ვინ ახარ თქვენ მეძავეებო თქვენ არა? აი ხა რო შეხედავს იქ მოსკოვში ამ ყველაფერს და შეხედავენ ამ სიტუაციას, სადაც დაწვეს ჩვენი დროშა მღეროდა ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, პაატა ბურჭულაძე, მღეროდა ხო იტყვია ვინ არიან ეს უმადური ხალხიო რა? ვინ არიან ეს უმადური ღორებიო? ვინ არ იტყვიან? და მე ვიტყვით რომ აი ჩვენ მართლები ვართ ყველაფერში, რანაირად ვართ მართლები, მაინტერესებს. კაცმა გითხრა, მოდი დავილაპარაკოთ, 1000 ჯერ შემოგვითვალა, მოდით, დავილაპარაკოთ, მე ყველაფერს გავაკეთებთ ოსებს და აფხაზებს, რომ რაღაცნაირად შერიგება. არა, მანდა მე ის უნდა აგინოთ რუსი ამ ნაძირლებმა ამათმა. და დავინახეთ ისტორია, ხო დაგვანახა რომ რამდენიც აგინებ რუს, კარგავ ტერიტორიას. ელემენტარულად, აი რომ გამოექანები და კედელს თავს რო დაარტყამ, თავი გეტკინება. ხო ესეა რა? რამდენჯერ ელემენტარული აქსიომა, რამდენჯერ გამოექანები და აგინებ ამ რუსეთს, დაკარგე ცხინვალი, დაკარგე სოხუმი, ხვალ კიდე სხვა ტერიტორიებსაც დაკარგავ. და მე იმღეროს ქალბატონმა ნანიმ და პაატა ბურჭულაძემ იქ რომ ისა რუსთაველზე გვინდა, რუსთაველზეც ვეღარ გამოხვალთ, იმიტომ რომ ის რუსთაველიც აღარ იქნება თქვენი მალე. აღარ იქნება რუსთაველი თქვენი. თქვენ იქნებით ერთ დიდ ბორდელში ჩაბარებულები და იქ მოგიწევთ თქვენი მე ის კაბებითა და იმეებით რაღაცებით გამოსვლა. აი არ ვიცი ამ ყველაფერს თუ ადამიანივე და მე მინდა ხელისუფლებას მივმართო რა. ბოლო რა იცით რა, ან მიგვიშვით, ან თქვენ გააკეთეთ საქმე რა. თორე უკვე ამოვიდა ყელში ეს ყველაფერი. დღეს ჩვენ ამ თემაზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლავთ ბატონი გრიშა ონიანი,
საერთაშორისო ორგანიზაცია სტალინის ხელმძღვანელი მოგესალმებით ბატონო გრიშა. გამარჯობათ. სამართლის ექსპერტი ადვოკატი ბატონო ლექსო კობაიძე მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით მსმენელ და მაყურებელ საზოგადოებას. მოდი ბატონო გრიშა თქვენი დავიწყოთ ეს გადაცემა. აი ეხლა ჩვენ მონოლოგი მოისმინეთ. მე რაზეც სასაუბრო. არა მაგაზეც ვილაპარაკე. ის ყველაფერი თქვენ შენა. არა მე მაყურებელს ინფორმაცია მივაწოდე. ასეთი გალანძღვა, ასეთი შეურაცხყოფა ადამიანზე როგორ შეიძლება გაზორი ერთხელ უთხარი შენ მოგიტყან დედის ტრაკი და თქვენ მოგიტყანთ კარგი ტრაკი და მორჩი რა და მე გადადის სხვა საკითხზე რა. აი ბატონო გრიშა გეხვეწებით ცოტა ცენზურა დავიცვათ თორე მე რამდენჯერაც გეუბნებით მე ბატონო ნანი შენ გედაცვალე რა თიცე ჩამოსათვლელები დავრჩით შენი ეპოქის ხალხი და ვიდოდი კუბოზე რა აწიოს ვინმე ხო უნდა დაგჭერს ისეთი ვიღაცა რა მე შენს მაგჭირს თუ რა ეს მაგი გაქვს რა არის ეს რა უბედურობაში ხარ რა და ეს ნანი შვილო გააჩერე ერთელა შენი გააჩერეთ რა კაცო რა რამდენი ეს ცისფერგები ეს გათახსრებული ხალხი შეიძლება იმდენზე უნდა ახტეს კაცს და დაიწყოს სიმღერა რა და ეს ერეკლია თუ ჩემი შაბან ყუბანაა თუ რაღაცა უბედურება არის ესა ეჯო გამაგებიე ეხლა მე ჩამოვიღო ეს ევროპის დროშა და დავაფსაზე შენ რა ხარ რუსეთის დროშა დააფსი და მე შენ რას უნდა დააფსა შენ მამა შენს დააფსი შენი გაჩენისათვის და მე კიდევ შენ დაგაფსა მე რა არის ბოლოს და ბოლოს აღარ შეიძლება სახში შესვლა შეიძლება ტელევიზორის ჩართვა შეიძლება არც ვინმეს დალაპარაკება შეიძლება არც მინდოდა ჩასვლა ეხლა ვერ ჩავედი იმიტომ რომ როგორ შევიდე ვისთან მე როგორ უნდა დაველაპარაკო რომ აი ზურგში ასეთ ვინმე ყავს კაცო და თქვენ ფულს იღებთ ამაში გენაცვალე ფულ და სხვა რამეში იშოვეთ ფული არ შეიძლება ანდა ბევრი გაქვთ ნაშოვი მე გეუბნებით რომ ძალიან ბევრი გაქვთ ფული რუსეთში და ჩამოტანილი გაქვს და გავსებული ხართ ოქროებითა და ბრილიანტებითა და კიდევ რა ხა ჯანდაბა რა გაუმაზღობა დაგემართათ ეს რა არის რა და ილიკო შენ შემოგევლო ჩემი თავი შენ მამის შვილი ხო ხარ რა ნინოს დაებრალა ნინოს ესა უმღერია რაღაცა კაცო და გამიკვირდა კი ამას წინათ კი რაღაცა ცოტა უხეშად მიუმართე იმ ნინოს მაგრამ დღეს დაწერა Facebook-ზე მე არაბათ ვემიჯნები კაცო ამათი არ მინდა მე არაფერი არ მინდა და თუ არ გინდა ნინიკო გენაცვალე რა გინდა მე არა ადამიანებს რა გინდა ვერ გავიგე მოდი ევროკავშირის დროშასო თუ მეც რო ვქნავ ევროკავშირის დროშა თქვენ რო შეურაცხოთ აუცილებლად შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობა შეგიფარდონ იცით თქვენ კაცო ევროკავშირის დროშა ლამის სიწმინდეთ არის შენარჩუნებული საქართველოს დაახვიო და შეიტანონ უკან ის თავიანთი დროშა სიწმინდე შეიტანონ ტრაქში მაგათმა რა ევროპელებაც და ამათმაც რა როგორ შეიძლება მართლაც და მართლაც მე ძალიან მეუხერხულება რა კაცო ახლა მე კაცობას ვიცი ჯობს მონობაში გადით კაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი თქვენ თავისუფლებას კი არ ებრძვით კაცო იმისთვის კი არ იბრძვით რომ თავისუფლება მოიპოვოთ თავისუფლება როგორ უნდა მოიპოვოთ ამაზე უფრო მეტი რაც მოპოვებული აქვს ჩვენ ხელისუფლებას რომელიც თქვენ ჯოჯოხეთად დაგციეთ ამათმა სინათლე ცოტა რაღაცა შემოიტანეს ხო იმის ჩაბნელებას გინდათ თქვენ ჩასაბნელებლებოს თქვენა ხო და რა თავისუფლებას ეძებთ თქვენ რა თავისუფლების მომტანები ხართ თქვენა და თავისუფლების ძებნა იყო ის რა ტრამპს მიწერა ირაკლი კობახიძე
რა ტრამპს მიწერა და უთხრა რომ შენოგაზო ჩვენ თელმე საქართველოს ზეიმობდა შენო სიტყვებს ამბობდი და არჩევნებში რომ გაიმარჯვე ზეიმობდა თელი საქართველოს და ეხლა რა უბედურება გჭირს მაგრამ ალბანეთის ფულზე გაიყიდა ან ევროპელები რაღაცას დაპირდნენ ან ნედლეულს დაპირდნენ ან რაღაცას დაპირდნენ ეს ყველა გათახშირებული ერთად როგორ შეიყარა ამ ეპოქაში რა ეხლა აგერ მიტინგი ტარდება ბატონო გრიშა და გამობძანდა აგერ სალომე ზურაბიშვილი არ გაინტერესებთ რას ლაპარაკობს ერთი მოუსწრება ევროპა ეგრეთ წოდებული ჩვენი პარტნიორებისგან ეს არის ერთი შედეგი მეორე შედეგი არის სანქციები რომელიც ეხება პირდაპირ იმ ადამიანებს რომლის პასუხისგებლობა არის ის სასტიკი ძალადობა რაც ჩვენ ვნახეთ ამ ქვეყანაში სანქცირებული რუსეთთან თანამშრომლებიან ეს არის ამ სანქციების მხოლოდ დაწყებული ტალღა რომელიც გაგრძელდება ესე იგი ისევ და ისევ ესე იგი რუსეთთან ამათ არ უნდათ საქართველოს ეს ფაშისტების თამომავალი ესე იგი რუსეთთან თუ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ტერიტორიებს როგორ დავიბრუნებთ მაინტერესებს ეს არის კიდე ერთხელ ვიმეორებ რაც ახლა ქვეყანაში ხდება იგივე ამ რუსეთის დროშის დაწვა იგივე ეს აქცია რაც არის ეს არის დასავლეთის ღია დაპირისპირება ჩვენს ქვეყანასთან და ეს ქალბატონიც არის აი ამ გზის გამგზელებელი ბატონო აი ხედავთ ახლა შეკრიბეს ხალხი არც თუ ისე ბევრი არიან ისე რო იცოდეთ და ესე იგი რასა პროტესტებენ რომ რუსეთს არ დაველაპარაკოთ რომ საქართველო არ იყოს ერთიანი და ნუ დაელაპარაკებია გასულ ვინ აძალებს ნუ დაელაპარაკებიან და ეყარონ სადღაცა სალგე რაღაც ვინ დაელაპარაკ მაგრამ შენ ხელისუფლებაზე რაზე ვარ გულნათკენი იცი 1917 წლამდე პარტიაში თუ იყო მიღებული კაცი მე მოესწარი მაგ დროს რომ ის აუცილებლად საკავშირო პენსიაზე ენიშნებოდა პენსიის დრო რომ დადგებოდა რა პენსიის დრო რომ დადგებოდა საკავშირო პენსიას უნიშნავდნენ რომელიც უდრიდა რაიკომის ნილის ხელფასზე მეტი იყო კიდევ რა საკავშირო პენსია ხო და ამათ მამჯო 4 თუ 5 კაცი დარჩა ამ დღესასწაულზე რასაც ეს ქაჯები რომ დღესასწაულობენ ის დღე ვის მოიყვანა საქართველოში ხო 4-5 კაცი დარჩა იქედან რა ირაკლი აბაში ისა ირაკლი წერეთელი დარჩა ეს ირაკლი ბათიაშვილი დარჩა ეს გია კობახიძე დარჩა ხო და ნანა კაკაბაძე ესენი ერთი სკამი არ დაუდგეს სადმე რომ ჩამოჯდნენ ეს მოხუცებული ხალხი და უყურო თუ მართლა სისხლი გაქვს დაღვრილი ამ თავისუფლების მოპოვებაში სისხლის დაღვარა ისინი ხო უნდა დააჯინოთ და აყურებიოთ ეს ზეიმი რა თავიანთი სისხლის ფასად დაჯდა თქვენმა და სხვა თუ არ იცის გია შენ გეუბნები ვოლსკის შენ ხო იცი როგორც იყო და როგორც პატივცემდი ჩვენ ამ გასულებას ჩვენ წინაპრებს არა ძველ კომუნისტებს და შენ იმას ქენი გამოთაყვანდი მართლა არა ბატონო გრიშა შენ ხო უნდა ასწავლო რაღაცა თუ ესენი ამათ არ იციან შენ ხომ იცი არა ბატონო გრიშა მე ხლა დარწმუნებული ვარ რომ ხელისუფლება არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ ეხა ყველანაირად ეხა ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ჩვენ გვემუქრება დასავლეთი პროვოკაციებს გვიწყობს და ყველაფერს გაგებით ვეკიდებით მაგრამ ეხლა ხო არ შეიძლება მუდმივად აი ესეთ მდგომარეობა რინგზე მაგალითად ხო აი როდესაც სპორტსმენი არის კუთხეში და მას ურტყაბენ ის დიდხანს ვერ გაძლებს ეხლა ხო ბოლო გადავიდეთ და ერთი რომ ხო შეიძლება ჩვენი სიტყვა ვთქვა და ეხლა ბატონ ლექსო არ მინდა დაგვეჩაგროს ლექსო კობაიძე არის ჩვენი გადაცემის სტუმარი ასევე და აი რა შეფასებას გაუკეთებთ თქვენ აი ამ პროვოკაციას და აი ამ განცხადებებს რომელიც ისმის აგერ რუსთავზე და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჯერ პირველ რიგში მე მინდა ყველას მიულოცო დღევანდელი დღე 26 მაისი რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის და ჩვენი თვითმყოფადობისთვის. და როდესაც ჩვენ უკვე ვიღებთ იმ რეალობას, რა რეალობას დღეს არის, ეს ყოველას წარმოუდგენელია და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო დუმს. როგორ შეიძლება ჩვენ ვზეიმობდეთ დამოუკიდებლობის დღეს
და აი ეს მანქურთები, რომლებიც ეხლა დგანან და რუსთაველზე კონკრეტული იდეებით გამოდიან, რომ ეს ხელისუფლება უნდა რომ გადააგდონ და ექსtra პუჩი რომ მოაწყონ, აი ამის საშუალება ეძლევათ. მათ ამის საშუალება არ უნდა ეძლეოდეთ. ეს არის მთავარი. და არანაირი სამართლებრივი კიდევ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს, მაგრამ რომ ეხლა რუსთაველზე იდგნენ და გადატრიალების მოწოდებებს ესე ვთქვათ უძღვნიდნენ და მოუწოდებდნენ საქართველოს მოსახლეობას. აქედან გამომდინარე აუცილებელი არის რომ ის საზოგადოება, რომელიც ეხლა უმრავლესობაშია და რომელსაც მიაჩნია რომ მთელი რიგი ესე ვთქვათ სამართლებრივი ბერკეტები არსებობს და სახელმწიფო რა თქმა უნდა ყველანაირად აი ეს ანუ პროპორციული ზალა უნდა გამოიყენოს, სწორედაც რომ უნდა გამოიყენოს. თუნდაც ეს ეგრეთ წოდებული open area, რომელიც არის თბილისის open area, იქ უნდა მოხდეს აი ამის დაბლოკვა და არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა გაგრძელდეს ეს ესე ვთქვათ კრიმინალური დავარქმევები, იმიტომ რომ კრიმინალური რაღაცა ორგანიზაცია ეს ბატონ ნიკოლოზ აქ რატო არ ვსაუბრობთ იმაზე უამრავი ნარკოტიკი იყიდება. საზოგადოებამ უნდა გაიდოს იქ უამრავი ნარკოტიკი იყიდება და ამაზე სამწუხაროდ არავინ არ საუბრობს. და გაბრუებულები არიან ეს ახალგაზრდები, რომლებიც იქ განან და ყველაფერზე ტაშუკრავენ. წარმოიდგინე კაცი ფსავს და ტაშუკრავენ. ყველაფერს თავი დაანებოთ, ხო? ანუ ეს ხო მარაზმია, ანუ რას დაემსგავსეთ, ცოტა დაფიქრდით, ხო? და აქ ეს მართლაც ვითომ და კულტურის წარმომადგენლები და როგორც მე მართლაც ჩემთვის რო იდეალი ადამიანები ეხლა ამაში მონაწილეობენ და ისინი იღებენ მონაწილეობას და ერთ რაღაც კრიტიკულ შეფასებას არაკეთებენ ამ ყოველივეზე. ხომ შეიძლება რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმას და მე არ ვიცი მე ყოვლად ან მე მართლაც ჩემთვის ეს დამთვრგუნველი ამ ყველაფერს რო უყურებ და მე მოუწოდებ შესაბამის ორგანოებს რომ ჩაერინონ და თქვან რამდენი ნარკოტიკი იყიდება, ვინ ყიდის ნარკოტიკს, რატო ყიდიან ეს ნარკოტიკი, რატო სახდება და ეს გაბრუებული ახალგაზრდები რა დღეში არიან. რა დღეში არიან, აი ხა არ ვიცი მე თან ამდენები საიდან მოვიდნენ, ჩემთვის ეს არის ყოველას ამდენი ახალგაზრდა, ესეთი რომ კრიტიკული აზროვნება არ გააჩნია, საიდან მოვიდა ერთად. და სწორედაც იქიდან მოვიდა, რომ აი ეს, რა ქვია, 2 საათიდან 6 საათამდე უტარებენ რაღაც ლექციებს და ამის შემდეგ აი ამ ტრენინგის შემდეგ ხდება ვითომ და რაღაცა ფარტზე მიწვევა და სამწუხაროდ ამ ფარტზე მიწვევით არის ის რომ თავიანთ პოლიტიკურ სარჩულში რაღაც კონკრეტულ სიმღერებს და კონკრეტულ იდეებს აჟღერებენ. ეს არის სამარცხვინო რა. ეხლა მე ერთ რამეს გეტყვით, ინფორმაციას მოგაწვით ძალიან საინტერესოს. მე კარგად იცით რომ როგორ პატივსცემ იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ნაბიჯები გადადგას და ერთ-ერთი არის სოლიდარობა მშვიდობისათვის საერთაშორისო მდივანი, ბიზნესმენი ბატონი მამუკა ფიფია და ესეთი გეგმა ქონდა მამუკას, ფულიც გადახდილი იყო უკვე და უკვე ესეთი უნდა გაკეთებული იყო MGU-სთან. დიდი საქართველოს დროშა გამოისახებოდა 26 მაისს რუსეთში, მოსკოვში. ნებართვაც იყო აღებული ამის თაობაზე, ეს ელექტრონულად და იქ ქართველები შეიკრიბებოდნენ და დიდი დღესასწაული იქნებოდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. საქართველოს დროშა გამოისახებოდა. მე ეს ამბავი რომ მოხდა, ეს საქართველოს კი რუსეთის დროშა რომ ესე შეურაცხეს. ეხლა ამის მერე რომ შენ იქ დროშას გამოსახავ შენ რუსეთში, სადაც რუსეთი უკვე ალოგიკური იყო, უკვე შეურაცხყოფა იქნებოდა და ეს ყველაფერი უკვე აღარ მოხდა ამის განხორციელება. კაცი აკეთებდა ესე დიდ დღესასწაულს და დაანახებდა ყველას. და ესე ვაკეთებ ჩვენ საერთო საქმეს და მე კიდე თქვენ კარგად იცით მეგობრებო ბატონო ლექსო ბატონო ლიაშარო დაიწყო ხელმოწერების შეგროვება იმისათვის რომ რუსეთთან დიალოგი დაიწყოს უკვე ამაზე ამბასადორის შეკრებაც იყო და აგერ მოსკოვში იგივე ბატონმა მამუკამ შეხვდა იქ ადგილობრივ წარმომადგენლებს ჩვენსებს იქ ქართველებს და მოსკოვში ქართულ ტაძართან იქ დაიწყო ეს პროცესი და ეს ყველაფერი იყო უკვე აი ამ ფაქტის წინ. მე მინდა ხა ეს სიუჟეტი შემოგთავაზო. ნახეთ რა ხდებოდა და რატო ამიტომ არიან გამწარებულები. რომ დაიწყო რაღაცა პროცესი, ყინულის ლღობა და ეს აღიზიანებს დასავლეთს და ეს ამიტომ აწყობს პროვოკაციებს.
Здравствуйте. Мы собираем подписи для восстановления прямого диалога с Россией. Если вы сторонник, то подпишите, пожалуйста. С россиянами мы родственники, братья во Христе и родственники. Сколько смешанных браков, да? Кроме этого, у нас еще 860 километров общей границы. Это только сухопутный, еще 230 морской. Конечно же, надо выстраивать с нашими соседями. Это вот наша зона интересов здесь. Нам вот туда смотреть, конечно, можно полететь в Лос-Анджелес, прогуляться по Голливуду. Никто не запрещает, да ради Бога. Но зона наших интересов – это вот здесь. Мы 7 мая сделали, скажем так, первую вот эту вот консолидацию. Оно будет расширяться с Божьей помощью, конечно же. И все те силы, которые хотят разговаривать с Россией, хотят мира, хотят, значит, восстановления Грузии, все должны вместе собраться. Ახლა რა გააკეთოს ამ კაცმა გეკითხებით? ერთი კაცი ბრძოლობს იქა, ამხელა რუსეთში, რომ რაღაცნაირად გაირღვეს ის კარი, რომელიც არის ჩახშული, დახშული. ქართველები არ ვარგიან. ამის მეტი რუსი ქართველი არ არის იქა, რომ გაეცოთ ისა და მოვიდნენ. არა, ეს იყო იქიდან რომ მოგვაწოდო ხმა, ჩაგვეხჩო ხმა, აღარ შეგვიძლია ხო? იმათ ვარო მოგვეხმარონ. არ გეცოდებით, კაცო, ჩვენ არ გიგზავნით. მეტი რა უნდა მოგვეხმარონ, ბატონო გრიშა, დაიწყო. 12 კაცი იყო იქა ეკლესია. ბატონო გრიშა, ეს ეხა პროცესი არის დაწყებული ერთი წამი. 12 კაცი ეხლა რო იყო იქ ეხლა ეს პროცესი არის ეტაპობრივი, გესმით? და აქ არავინ არ იქნება, აქ 12 კერა 2 კაცი არ იქნება. მაინტერესებს ერთი 12 კაცი რო იძახით თქვენ. აქ ვინ იქნება, მაინტერესებს. ერთი წამი რო გამოცხადდა აქა, რომ ბოდიში და რო დაიწყო აქ პროცესი იმის თაობაზე, რომ მოდიო ეს ხელმოწერები, 2 კაცი, ერთი კაცი თუ გამოვიდა რომელიმე პოლიტიკოსი და თქვა, რომ მე უერთები ამ პროცესო. Are ვინ გამოვიდა მაინტერესებს? ვინმეს ექსკლუზივი არის რომ ხელმოწერები შეაგროვოს? ყველა რო ჩირგვებში არის შემძვრალი? ეს კაცი ბრძოლობს იქა ბოდიში და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. იქ იყო შეხვედრა ეკლესიაში, ხა ეკლესიაში 200 კაცს ვერ დაატევ. პატარ არ არის დიდი ეკლესია. და ვინც კი რამეს გააკეთებს, ეხლა მე ბოდიში და იმის მაგივრად რომ ყველას ხარს დაუჭერ, აქა და ყველას მოეხმარე. მე ამაზე არ ვლაპარაკობ, ფიფიაზე ვლაპარაკობ იმ ქართველებზე, რომლებიც ყრიან, გაიგე არ გამოდიან რა. ეს სხვა ამბავია. აბა ფიფიას კი არ დანაშაული. ეგ სხვა ამბავია, პლუს კიდე ეხლა აი მოხდა, იცით რა, მე მარტო ხშირად მიწევს ამ ბატონ მამუკასთან დაკავშირებით საუბარი, მაგრამ მინდა რომ ხებზეც ვისაუბრო, მაგრამ თქვენ სწორად აღნიშნეთ. დღეს სამწუხაროდ არიან დაკავებულები ძირითადად კონცერტებით, ძირითადად. ბიჭო, ამნაირი ამბავი ხდება დროშაშევ, გამოდი თქვი, დიასპორები არის რაღაცა. ეხლა მესიამოვნა რომ ბატონმა დავით ცეცხლაძემ გამოვიდა და დაგმო ეს აქციელი. კი ბატონო, კარგი არის. ნინომას დაგმო. ნინომას დაგმო. აი, სოხიშვილმა. ხო გავიგე იმ ნინო დაგმო, მაგრამ რა მნიშვნელობა ხო იმღერა იქა, იმის დაგმობა ჩაცა. იმას ამბობ რომ იმღერა. ეგ არ მაინტერესებს უკვე მაგისი დაგმობა. ეგ იგივეა ბორდელში შეყვიდნენ, გაგაუპატიურონ და მე თქვა რომ იცით რა არის, ბოდიში და წინიდან არა უკნიდა და რაღაცა ეგეთი რაღაცეები რა. რა გინდოდა ბორდელში ნინო რა? ეხლა რატო ამართლებ თქვენ ნინოს? აი რა უდოდა იმ ბორდელში რატო მიდიოდა? არის ცოტა რომ პიდარასტების აქცია იყო? ჩემთვის ეხლა ვიღაცებმა ეგ გოლი გააკეთეს იქა რომ აი უი რა კარგია ნინო როგორ რა გინდოდა ამ პიდარასტებთან რა გინდოდათ რა? და ეხლა აი კიდე იმ მამუკაზე ვლაპარაკობდი, კაცო, ძალიან დიდი აღიარება იყო ის, რომ აგერ ეხლა ნახეთ გავუშვათ ეს სურათი, არჩეული იქნა ეს ადამიანი, კლუბ ნაროდნავა единства, ანუ ამ კლუბის წევრად იქცეთ და ამ კლუბის წევრები არიან ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიც არის დუგინი, ალექსეი ვასილევიჩი, ანა ვალერიევა, ევგენი პრიმაკოვი, ასევე არის აქ შეინინი რუსეთის ცენტრალური არქივის ჟურნალი და აი აქ ეს ადამიანი აი ამ კლუბ ნაროდნა единствას წევრი გახდა
და ყველანაირად აკეთებს. აი ხა მე ყოველ დღე მაგ ერთი ის ვინ ჩავთო რუსეთიდან. ყველა იმალება. თქვენ სწორად აღნიშნეთ, გეთახმებით. მე სიმართლე რო გითხრათ, ვერ გავიგე თავიდან ის თქვენი უკმაყოფილება, მეგონა იმ კაცის მიმართ იყო. იმ კაცის ზაშაშია კაცო. ხო და ყველა რა თქმა უნდა დაგვეხმარონ ეხლა ბიჭო მილიონებს რო აკეთებ იმ რუსეთში და ნაციონალებს რო ურიცხავ აგერ იმ ხალხს ჩაურიცხე ვინც საერთოდ რა თმინდა შენი მადლობები და ისინი რა ქვია ჩავახოლმე აუ მადლობ და რაღაცა ბიჭო მადლობები კი არ არის საჭირო ბრძოლა არის ეხლა თქვენ აი ხო ხედავთ მე იმიტომ ვიძახი რომ ერთი კიდე ესეთი ფაქტი და ბიძია გამოყრიან მაგ რუსეთიდან და მე აკაკეთეთ ბიზნესები იმაში მუხურში და წალენჯიხაში რო არიცით ადამიანები თქვენ ხმას არიღებთ და იმათი მხარდაჭერაც არ უნდა ზოგიერთებს ვინც საქმეს აკეთებენ ამაშია ერთმა კაცმა ვერტალიოტი იყიდა კაცო და მეუთხარი მოდი აგერ ფილმს ვაკეთებ რუსულ-ქართულ ურთიერთობების თემაზე მეთქი რა რო კითხო ძალით პატრიოტი არის მე ისე თვითონ ახალი ნაკიდი ხო და ვერტალიოტი რა აუ რას ლაპარაკობო მეო მაგის საშუალება სადა მეუთხარი მომეც დანგარიში მე ჩაგირიცხავთ ხუსმეთში რა ხალხი ვერტალიოტებს ყიდიან იმას κάποιე ტანკებს ყიდიან ლამის და რა ვიცი მე 200 მანქანა უდგათ იმაში არაფრის ჩვენ დახმარებაზე კი არა საერთო საქმეს დახმარება ვის რაში ჭირდება ამათი დახმარება კაცო ვინმეს მივსულ ვარ რამე მithოვია თუ რაღაცა მაგრამ საერთო საქმეს დაუდექით ამ კაცს ამ ფიფიას დაიწყეთ მილიონამდე ქართველია იმ რუსეთში ეხლა გადმოვიდეთ ქართველი კი ბატონო ერთი ბანი რატო არ გამოდის რომ იმ ბანჩასაწყენს შეუთხას რომ კაცო მეც იმ ოპერაში არ მღეროდი და შენ ერთ მიქარავ რო უთხას მე რო ეუბნები არაფერი არ არის მე მიმავალი ვარ შენ მეორეჯერ ვეღარ მოვიდი აქა ხო და ის რატო არ ეუბნება თავის ძვანკაცი ამოდენ ისო ყავს პროფესორა ამდენი ინტელიგენცია რო ყავს ამდენი ხელოვნების რატო არ გამოდიხარ და რატომ არ გამოდიხარ რუსთაველზე და ერთხელ რატო ჩვენც არ მოგვისმენთ რატო არ ეუბნებით იმას ანიმატ და ხელისუფლებას როგორც რუსებმა გაპატიეს ისე არ გაპატიებენ ეხლა ესენი თუ მოვიდეთ ხო მე ვერ მოვესწრები მაგრამ თქვენ მოესწრებით იმას რომ რაც გაგიკეთებს იმაზე უარესად გაიკეთებენ რა არა ესენი დახიჩიკლებით ესენი არიან დასახრეტები რა პირდაპირ ვიძახი ეხლა მე ქრისტიანი კაცი ვარ მაგრამ დავით აღმაშენებელმა მოღალატეების სარებზე გასულ ესენი ხარ როგორ შეიძლება შენი ქმედებით რომ ცხინვალსა და სოხუმს აშორებს საქართველოს შენ ნაძირალა და გამოდის ეს ჟურნალისტი რუსთავიორის და მეუნება რომ შენ რუსეთზე შეგტკივა გესმით ბატონო ლექსო აი რაშია საქმე აი ვერ გაუგიათ ამათმა რა ფაქტთან ქონდა საქმე გესმით ანუ ეს სწორედაც რა ეს პროპაგანდა რომლებიც აი 30 წელია უკვე რომ ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება ბატონო ნიკოლოზ ეს პრობლემა და სამწუხაროდ ისეთი ადამიანები რომლებიც დღესდღეობით ჟურნალისტიკაში არიან პოლიტიკაში არიან რაღაცა ამიც ქმნიან ესენიც კი ზეგავლენის ქვეშ არიან და ამ პროპაგანდის მსხვერპლი არიან რომ ვითომ და ესე ვთქვათ ევროპა არის იდეალი და ანუ რუსეთი არ ვარგა და მხოლოდ სიბნელია კუკუნითია და ასე შემდეგ და ყველანაირად ცდილობენ რომ მომავალ თაობას მხოლოდ ზიზღის განცდა ქონდეს რუსეთთან და აი ამის პროპაგანდის მსხვერპლი არიან თორე როგორ შეიძლება რომ როდესაც შენ ჟურნალისტი ხარ როგორ წარმატებული ადამიანი ხარ ნებისმიერ სფეროში და არ იცოდე შენი მეზობლის ამ შემთხვევაში რუსეთის ფასი და ის პეტიცია მაგალითად რაზეც ჩვენ ეხლა საუბრობთ აი ამ გადაცემაში როგორ შეიძლება რომ ამის წინააღმდეგი იყო ჩვენ საუბრობთ ხო კი ბატონო იმის აი სტალინს არ დაუწერია ისეთიანე ბურჟუაზიაზე და კაპიტალიზმზე და სიმან დაწერა რა რაც ირაკლიმ გაუგზავნა ტრამპსა რა ასაგებია და ეხლა აი მე მინდა რომ აი მინდა გააგზავნოს ბატონო ისოდა ამიტომ აუცილებელი არის რომ ცოტა ვისწავლოთ რაციონალურად მსჯელობა უნდა ვისწავლოთ რომ რუსეთის გარეშე ჩვენ მომავალი არ გვაქვს და ეს არის ფაქტი და აი ამ ფაქტის კონსტატაციიდან უნდა გამოდიოდეთ ნებისმიერი პოლიტიკოს უნდა შეეძლოს ანალიზის გაკეთება და არ ვიცი ახლა ხელისუფლებას ეს ქმედება მე დარწმუნებული ვარ რეაგირებას მოაყოლებენ ამ ყოველივეზე იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ეხლა რახან 26 მაისი ალბათ ეს თემა ბჭყალებში და გაატარეს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ის ვისაც აი ესე რუსეთის დროშა ესე ვთქვათ შებღალა საჯაროდ ამაზე მინიმუმ სამართლებრივ პასუხისმგებლობა კიდე ერთხელ ვიმეორებ რუსეთის ჯერ ეგერთიც რუსეთს აი კაი შეიძლება ვიღაცა არ მოგწონდეს მაგრამ ეს არის მე მაინტერესებს აი ნაცისტები ფაშისტები ხო იყვნენ არა არავის არ უთქვია შე გერმანელო
არ ყოფილა ეს არა კაცო როგორ ეს არის ფაშიზმი უკვე შენ თუ ვინმე არ შეიძლება ფაშისტებმა ბიჭო მილიონობით ადამიანი ამოხოცეს და არავინ ნაციონალური კუთხით არასდროს არ ამბობდა გერმანელებზე ამბობდა ეს რუსო და გამოდიან და მართლა რო შემოვიდეს აი ეს რუსეთი კურდღლებივით ხო გაიქცევით თქვენ საწოდავებო და მე მაინტერესებს კიდე აი ამ ხალხს მინდა ტვინაღძობ ხალხს მინდა მივმართო ეხა რუსთაველზე რო არის შეკრებილი აი ამ ხალხის გვერდით გეხარ თქვენ რომლებიც დგანან რუსთაველზე და აი და იქ იმ აქციის დროსაც ესენი იყვნენ იქ შეკრებილები და ნახეთ ერთი აი რა ლოზუნგები ქონდათ რა ღონისძიებებს ატარებდნენ და როგორი მოთხოვნები ქონდათ აი გაუგებარია ამ ყველაფრის მოთმენა ამ ყველაფრის შემდგომში აი ესეთი გატარება ნახეთ ერთი შეხედეთ აი ნახეთ აი ეს ხალხ ამ ხალხის გვერდზე შეიძლება ყველას ეშლის და ლევას და ეხა გამომყევით რომ განახოთ რა ხდება ბევრი დასაჯდომი გვაქვს ასევე გვაქვს ულამაზესი მარაოები ასევე გვაქვს ეს ყველაფერი გასაჩუქებელი ნივთი არის სტენდს ვითამაშებთ ასევე გაგაცნობთ ნიას ნია არის დღეს ჩემი ასისტენტი რომელიც ქვიზის თამაში დაგვეხმარება არ ჩუქდება ჩემი ხო და გელოდებით ცოლად ყავს ქალი ეს არის ქვიარ ადამიანი ბატონო გრიშა აი ხა ნახეთ აგერ ამ სიბერეში არა მე მესმის ახალგაზრდა არის ჩამოუყალიბებელი და შეიძლება ახალგაზრდა კაცი არც ახალგაზრდა კაცს გამართლება არ აქვს მაგრამ ბიჭო სიბერეში როგორ უნდა ბოდიში და იმას ქნა ადამიანი სიბერეში პიდარასტები როგორ გახდით თქვენ საწოდავებო თქვენ რა ესე იგი სოროსი ჩამოვიდა და თქვა მეო მინდაო თქვენ შვილებთან საუბარი თქვენთან კი არა იმიტომ რომ ის ახალგაზრდებს ადვილად მოაქცევდა თავისი გავლენის ქვეშ და ამიტომ დასრულ ადამიანებთან და ხანში შესულ ადამიანებთან რა თუნდოდა ლაპარაკი მე მაინტერესებს აი ეს პაატა ბურჭულაძე ეს ნანი ბრეგვაძე ეკა მამალაძე ეს სუყიშვილი ამ სიბერეში ბოდიში და ასე როგორ გამოპიდარასდით ხალხო რა გინდოდათ იმ კონცერტზე მე ვერავით არ შემთხვევაში დითირ ამბებს ვერ და რაღაცა შესაქმს ვერ ვეტყვი ნინოს რომ კი გამოვიდა იქ თქვა რომ მეო აი ესე ვემიჯდებიო იმას ეხა ეკლესიის შეურაცხყოფე რა გინდა ბორდელში ნინო რა გინდა რატო დადიხა სააკაშვილის ბორდელში იყავი ერთხელ და ყველა ბორდელში რატო უნდა იარო თქვენ და ეგ ანსამბლი კიდე აი იმ რუსეთს რო აგინებ რუსეთმა შეგიქმნათ ეგ ანსამბლი ესე არის ხო ბატონო ვის შექმნა არავის არ უშვებდნენ ამათ გარდა ხო და მე არ ვიცი ეგ კიდე ხა მე კიდე საკითხავია ეს ანსამბლი არის სახელმწიფო და თუ ეხლა ამ სუხიშვილებს პიდარასტების ანსამბლად აქცევთ გაუშვათ ეს სუხიშვილები და სხვები ჩაუდგენ სათავეში უკვე რა შებღალეს ამათმა სუხიშვილების რა უნდა სუხიშვილები არის ბრენდი ხო და ამ ესე იგი პიდარასტების ბრენდად ვაქციოთ კაცო პოლიტიკური განცხადებები რა არის ბატონო წადით და იცეკვეთ რაც გინდათ იმ ბორდელში და გაანებეთ ამ მიწაში ტრიალებს ეხლა ის რა ქვია არა ეხლა ზიამაღლობასთან დაკავშირებით რო აკეთებთ ეხლა ვინ ეკითხება რომელი სამართლის ექსპერტია ეს გამოდის და ისა რა ქვია სოლიდარობა მზიას და არ უნდა იჯდეს ერთი შენთვის გაერტყათ ხელი და მე მიხვდებოდი ბერიამ მოთხარო კარგი ბიჭაო ესო ილიკო კარგი ბიჭაო მაგრამ კონკრეტში ვერაფრით ვერ შევიყვანეო რა იქ აი ძალიან რომ მოეფერა ეს ილიკო კაცო ამან ასე იცეკოს და კონკრეტში მისაღებს მე გამოგიგზარი ხალხო გაიგე ამან ასე იცეკოს აი ასეთი და ხელწერილი ისა თავისი წარწერით სურათი მისცა და ის ჰქონდათ მუხარზე და შიგნით ასედიოდე ვინმე თუ არა ამას უთხრა ნინოს თქვენ სულ მენშევიკები ხართ თქვენი სოფელი ვიციო კარგა სურებიო სამოსურები შემენშევიკიო უთხრა სალინმა მაგრამ ილიკოს გულისთვის აი ძალიან პატივცემდი ჩემი კუთხიშვილი არის ეს ჭოლა კაცო ეს კაციც როგორ ესე იგი გაცისფერდა აი ნახეთ ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა ძალიან დიდი უგნურება და დანაშაული ქართული კულტურის წინაშე იმიტომ რომ არსებობს პოლიტიკა არსებობს კიდევ ქართული თეატრის მომავალი ეს ადამიანი დავით დოიაშვილი კიდე იყო ის ადამიანი ვისაც ქართული თეატრი წინ მიყავდა და საუკეთესო რეჟისორი იყო ქართულ რეჟისორებს შორის ვის ესე გადაგდება იმიტომ რომ რაღაც არ მოწონს ვიცი რა ხდება ისა რა
რა ხდება რა ეთყობა ბიჭო ამ სიმერეში უფრო ეკავებათ ამათ რა ვიცი რა ეს მაგიუდება რა უბედრობა არის ეს თუ ესეთი იყო მე არ ვიცოდი რა ეს მეგონა მე სანთელივით კაცი რა ჰოიო თვაია არა ეს იგი მე არ ვიცი ეხა სიმერეში ვის რა ეკავება მაგრამ ეს რა არის რომ ადამიანი აღარ დარჩა კაცო ისეთი რომელზეც აი ჩვენ ყველაზე აი რაღაცა ხატად ყავდა ეს ხალხი და ყველა გაცისფრდა კაცო რა ყველა გაცისფრდა რა და მე ლაპარაკობენ ისო აი რომ იმაში ქართველობას გვარდეთ დაგვრჩინეთ წაგართვეთ ქართველობა კი არა კაცობა ქალობა ყველაფერი წაგართვეთ არაფერი აღარა ტიტულები ხართ უკვე რა შიშვლები ხართ უკვე რა არაფერი თქვენ არ გაგაჩნიათ უკვე ცარიელი ადგილი ხართ ეხლა ხო პაატა ბურჭულაძე ბიჭო ყველას ადამიანს სურათი ეკიდა პაატას აბა რა გაძო სახში რა ვინც მაგის რას მეგობარია ჩემ ყველა მაგას ყიროდით და ყველას გვეტრაბახებოდა ვის მაგასთან დანაჯდომი იყო სუფრაზე რა ყველა ამბობდა პაატას მეგობარი ვარ მეო რა ეხლა რა უნდა მე ემღერა ამ დალოსის რა პოლიტიკაში მოინდომა არა კაცო თავიდან როგორ იყო ესეთი რა აბა ეხლა რამ გამოიმასკნათ მაშინ ვერ გავიგე აი ბატონ ლექსო არის ეხლა საქმე რა შეიძლება ეს მეხუთე მოქმედებაში ოტელო რო აღჩობს იმას დეზდემონას იქ ემელია ყავდათ მოსამსახურე ქალი და ის შემოვარდება რა კარემჩაკეტილი ქონდა ოტელოს რო აღჩობდა იმას ქალსა და აბრახუნებს და არის მაგრამ შემოამტრია იმ ქალმა მაგა თამარა ჭავჭავაძე თამაშობდა ხო და ნახა ეს რომ დაგვრჩალი ეს ქალი და მივარდა აბა და ურტყამს კერძზე მას ხელებს და შემხეცო შევიცეთო ნადირო შენი რა ღირსი იყავიო მასეთი ცოლისო და რამე იქეთაგე და შენ როგორ და როგორ მოკალი ეს ანგელოზი ქალიო და რა თქვა რა უთხრა იცი ამ დამშვიდებული ტონით ამ აგაგი ხო ეს ჩემი ბრალი კი არ არისო ესო მთვარეო დედამიწასო ზომაზე მეტად დაუახლოვდაო და იმიტომ დააგიჟა ხალხი ქეგი აი შექსპირმა თქვა ეს მიზნათქვამი კი არ იყო კაცო აგაგი ხორავას ეს თქვა შექსპირმა რომ მთვარე დედამიწას მეზობლები იყვნენ ქიაჩელის ქუჩაზე და უთხრა რომ ესო ლარმენტი თქვაო რომ ამ საღამოსო როცა მოიცისო დღეს თუ ხარ რომ ამომიაროსო სალაპარაკო მაქვს რაღაცა ვაგე და აუცილებლად გადაცემო იმან ჯაჭვაძის ქალი იყო იმის ცოლი ხო და უთხრა იმან და ფეხებზე დაიკიდა არავიდა და დაიჭირეს მესამე თუ მეოთხე დღეს ესა ხო და ადგა და ჩავიდა იმაში ეს სარქეო მასალებია და მე ის რო გვიქნება გადაცემა მოვიტანი მხაღა. კი, ხვალინდელ გადაცემაში ვილაპარაკოთ მაგაზე. არა, მე დოკუმენტს მოვიტანი იმას. აი ხვალ ვისაუბროთ მაგაზე. და იმაზე. ხო და მეო გუში წინ დაგიბარეო, შენ რო სახში რაღაცაა და რო გველაპარაკაო. მაგრამ არა მოხედიო და მეო მეზობელი ვარ შენიო და მხარაგობდო რაღაცებიო და იძულებული ჩავედი და ჩამოვედო რომ მე თქვა რაღაცაა გაიგე და შენ რო ხალხი ჩაუშვიო იმისათვის რომ დედა რომ მოგიკლესო და მარჯვენა რომ მოჭრესო და და რო გაგიუპატიურესო შენ რო დააბრალე იმას ჩოლოყაშის ქაქუცას ის არასწორი იყავი შენ რომ მაგაშიო გაიგე და ეს უნდა მეთქვაო შენთვისო გაიგე სხვა რამე მეთქვა მაგრამ ეხლა უკვე გახსნილია ყველაფერი და რა უნდა გელაპარაკო და აი ასეთი უთხრა გაიგე ესენი არა ადამიანად ხატავენ ყველაფერს რა ეს გარეწრები ესენი რა არა ეხლა უყურე თქვენ აი თქვენ იცით რისი ღირსები იქნებით აი დასავლეთის გამოზრდილი ადამიანები რომლებიც აი დღეს ჩვენ რუსთაველზე დგანან აი პატა და ნინო და კიდე სალომე ზურაბიშვილის მიმართა. აი თქვენი შვილიშვილები, აი ეს ლიბერალური თაობისა და აი ეს ჯენზი თაობის წარმომადგენლები, აი ამას გააკეთებენ თქვენ საფლავდნენ, რასაც ეს გოგონა აკეთებს.
აი ბოდიში ეს არის ქართველი ადამიანი, მივიდა თავისი წინაპრების საფლავთან და დააფსა იმას. აი ეს ვინმეს რო ეთქვა 90-იანებში რომ ქართველი ქალი მივა საფლავზე თავის წინაპრებს დააფსვამს. ან ვინმე ქართველი კაცი გამოვა შუა იმაზე კონცერტზე და ბოდიში და ადგება ამოიღებს იმას და რაღაცა მასიზა. ან ქართველი კაცი, რომელიც ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გამოვა და იტყვის იმას, რომ თურმე კაცებიც უნდა გვიყვარდეს. აი შეხება. ყავთ მეგობრები არატრადიციული ორიენტაციის? კი. როგორია ხოლმე საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ? გააჩნია ყველას ასაკსაც გააჩნია ხალხის, რომელიც უყურებს და ისედაც ანუ უმეტესობა შედარებით ხნიერი ადამიანის ნეგატიურად უყურებს საბჭოთა კავშირის მენტალიტეტის გამო, მაგრამ თანდათან იცვლება ეგ. საიდან წამოვიდა რომ კაცი არ უნდა მოწონდეს და ქალს ხალი არ ვიცი, მაგრამ ზუსტად რატო წამოვიდა არ ვიცი, მაგრამ წამოვიდა ფაქტია და არ მოწონს. დროთა განმავლობაში ზუსტად არ ვიცი ახლა როდის შეიცვლება, მაგრამ უბრალოდ ხალხი გაიაზრებს, რომ ჩვეულებრივი საკითხია და შესაბამისად შეიცვლება დროთა განმავლობაში. ზუსტად როდის ვერ გეტყვით. თქვენ რას ფიქრობთ არატრადიციულ ორიენტაციაზე? ნორმალურია და გასაგები. ადამიანის გადაწყვეტილება არის პირადი. და მაინც ხომ გსმენიათ, რომ საზოგადოება მათ მიმართ აგრესიულია და თქვენი აზრით რა იწვევს ამ აგრესიას? სიმართლე გითხრათ, ეს ზუსტად არ ვიცი. ალბათ რელიგია, რაღაცა ეგრე მგონია, რომ რაღაცა თითქოს ადამიანი უნდა იყოს მოწყობილი ისე, როგორც გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. აი დამოუკიდებლობის ნაყოფი. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის ნაყოფი, რომელიც ჩვენ მოგვიტანა ამერიკა. ესე იგი, ვინმე იფიქრებდით აი ბნელ ეპოქაში, რომ ქართველი კაცი გამოვიდოდა საყურეებით და იტყოდა, რომ უნდა კაცი უყვარდესო, რა მოხდაო ესო და რელიგია გვიშლის ამაში ხელსო. ამას რომ აფხაზი და ოსი შეხედავს. ეხლა მე უამრავი ადამიანი მიყურებს ცხინვალიდან. როდესაც ვიყავი ვლადიკავკაზში, მოვიდნენ და აი რა ვიცი, ძალიან ისე ციტბო გამოხატეს და რაღაცა. მე მიმძიმს კიდევაც ეს ხალხი რომ ამას უყურებს, ჩვენი ცხინვალელები. მიმძიმს რომ აი ამას ვაყურებინებ. მაინტერესებს ეხლა აი პინდარასტებთან დაჯდებიან ისინი? გეკითხებით, აი დაჯდებიან ეხლა აი პინდარა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროსაბჭო და ევროკავშირი გვეუბნება რომ ესეთი უნდა დაამკვიდროთო. ეს არის ჩვენი ღირებულებებიო. აი ეს არის ევროპული ღირებულებები. გესმით ბატონო? ხო და როგორც ბატონმა გრიშამ თქვა და კონკრეტული მაგალითი მოიყვანა შექსპირიდან რომ თვარე რომ მოუახლოვდება დედამიწას რომ დაგიჟდნენ აი ისე არიან ესენი დაგიჟებულები და გაგიჟებულები რა მოკლედ ესე იგი კაცი შეუყვარდა ქალი შეუყვარდა და რა ვიცი როგორ სიბერიაში კიდე აირივნენო კიდე რაღაც სხვა ესე ვთქვათ რამსები აერიათ ესე რომ ვთქვათ აქედან გამომდინარე ეს ყოველივე როდესაც ქართველი კაცი უყურეს ამ ყოველივეს რა თქმა უნდა პროტესტის გზნობა ექნება და სწორია ბატონო ნიკოლოზი რომ როდესაც ჩვენ გვინდა რომ რაღაცა შევრიგდეთ, რაღაცა მოურიგდეთ, რაღაცაზე შევთანხმდეთ, როგორ უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთთან, როდესაც ჩვენ ამდენი პრობლემები გვაქვს, შიდა პრობლემები, ის არ დაგელაპარაკება. და თან ესე ვთქვათ, ყველანაირად ეცდება რომ შენგან გარიყული იყოს და არც ერთ შემთხვევაში არ მიგიკაროს. იმიტომ რომ გინდა არ გინდა ჩვენ ვართ კავკასიელები, მთის ხალხი ვართ, ხალხო. მთის ხალხი ვართ, როგორც აფხაზები, ასევე ოსები და ისინი ვერ გაიგებენ ამ ფასეულობებს, რა ფასეულობებს ეგრეთ წოდებული ევროპაშია. ვერ გაიგებენ და ჩვენ თუ ჯერ მენტალურად არ გავერთიანდით, რას სამაშაბლოს და რა აფხაზეთის დაბრუნებაზეა საუბარი. ჯერ უნდა შევძლოთ და მენტალურად უნდა დაუკავშირდეთ ჩვენ ერთმანეთს. ეს არის თავარი. და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, თვითონმა ჩვენთაგანმა უნდა გააკეთოს ყველაფერი და როდესაც აი ესე მართლაც და ყოველდღიური რუტინობით აი ესე ბრძოლობთ, შრომობთ, აი ბატონი ნიკოლოზის დამსახურებით კიდე არიან, კიდე რომლებიც შრომობენ, რომ წვალობენ, რომ თქვენთან მოიტანონ ის გულის ტკივილი, ის სათქმელი, რა სათქმელიც აქვთ და რა სათქმელიც, ესე ვთქვათ, აუცილებელია, რომ ამაზე ჩვენ საუბრობდეთ როგორმე ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობა დათბეს. და ამასობაში უცბად თავ ტელევიზორს და რაც ხედავთ რომ ვიღაცა ქალს კოსთვის კაცი კოსთვის და ის ვიზახით რომ მე რა მოხდა არაფერი არ არის და თურმე აი ხა ესაც გავიგეთო რელიგია გვიშლის ხელსო ხო
ამიტომ აი ამის პროპაგანდა უნდა შეწყდეს. კი ბატონო, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თუ დასავლეთი იქნება, ყველანაირად ცდილობენ რომ ის ფული, ფინანსური რესურსი ესეთ ახალგაზრდებში, ესეთ საზოგადოებაში ჩადონ. მაგრამ უმრავლესობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს, ხმამაღლა, თუნდაც ის ლექტორატი, რაზეც მართლაც და სირაკლემასავი თავი აქვთ ჩაყოფილი მიწაში და ხმას არ იღებენ, მათ უნდა ამოიღონ ხმა და ლექციები იქნება თუ სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები იქნება, მათ უნდა ფაქტებით უნდა ელაპარაკონ, რომ რას ნიშნავს ქართველობა, რომ ეს ქართველობა არ არის, ამაზე უნდა ისაუბრონ მათ. და ესე არ უნდა იყვნენ ჩირღებში, როგორც დღესდღეობით არიან. რას დაემსგავსეთ მართლა? ყველა რექტორი უნდა მოვიდეს აქ უმაღლესი სასწავლებლის, აი აქ უნდა მოვიდეს და აქედან უნდა თქვას თავისი აზრი. და კიდევ ინტელიგენცია. თუ არა სათითეულოდ დავასახელებ, აი მე ამ კარს დაურეკე და არ მოვიდა იმისათვის, რომ სიმართლე უთხრას საზოგადოებას. არ თუ არა კაბებს შავად. არ ჩემი ავტორიტეტი არ ყოფნის ამ საქმეს. გამოდით თქვენ ინტელიგენტებო, ვინც ახლა დამსახურებული, დაფასებული საზოგადოებისაგან, ვისგანაც ღებულობთ ხელფასებს, დაჯილდოებს, იმას, ამას, გამოდით და ერთად ვილაპარაკოთ რა. ეგენით გაცისფერებულები ხო არ არიან? არა კაცო, მაგრამ არ უნდათ რა კაცო, რომ ვიღაცა მიწყვის რომ რა ვიცი. მე ხელისუფლება იმათ დაუწყებს დევნას. აი ხა უყურეთ რუსთაველზე რა ხდება, მე მინდა ბოლოს კადრები განახოთ, ვაჩვენოთ კადრები. დაიშალა ესე იგი ამ სულელების შეკრება. რაღაცა, ესე იგი დღეს უნდა გადაეტრიალებინათ ხელისუფლება და აგერ როგორ გადაატრიალებს ხედავთ. ამათი გადატრიალებული არ გაიგებს. ერთმანეთს გადაატრიალებენ ახლა ესენი. ესე იგი არ ვიცი რა. ერთმანეთის გადატრიალებაც არ შეუძლიათ, ბიჭო, ესე იგი რისი თავი აქვს ამათ რომ გადაატრიალონ ახლა. ესე კაცებს შეუძლიათ ერთმანეთი, მარტო ერთის კეცის ხალხს. გაბრუებულები არიან ახლა ესე. აი, სასწაულია და მე ერთი რამე მინდა ვთქვა, აი თქვენ სწორი აღნიშნეთ. თქვენი გულისწყრომა. ეს მაინტერესებს, ცალი ფეხი რო სამარეში გაქვთ, აი ინტელიგენციის წარმომადგენლები, რა გაქვთ დასაკარგი. გამოდით და თქვით, აგერ ტრიბუნას დაგითმოთ. ყველაფერი რაღაცა შვილები რო ბოდიში მოვლენ ერთ დღეს და რო გამოგიცხადებენ ის მამა უნდა გავთხოვდე ის მამა ბიჭი რო გეტყვის და ის გოგო რო გეტყვით მეც უნდა გავთხოვდე გოგოზეო გინდათ ეგა აგერ პაატა ბურჭულაძე გახდა LGBT პაატა LGBT ნანი ამას აქში შეიშალა ხალხი და ბავშვები რა დღეში არიან ხო მე გული მტკივა ამას რო უყურებ ვიღაცას გორია ეს სასაცილოა მე ზოგჯერ მეუნებიან რომ აი თქვენს გამოსვლას ემოციას ჭარბობსო და ბიჭო ამდენი რაღაცას რო შეხედავ ემოცია კი ჭკუაზე რო იხარ კიდე კარგი საკითხავი არის რა არა მე მაინც დინოსთან მაქვს საქმე დინოსთან რა შეგოძა დინო აი ეხლა რო აქ ლამაზი ბიჭი გამოჩნდა ერთი რა აი ესეთი სიძერო მოგივიდეს გინდა რა თუ არ გინდა რატო უღერი მაგას რატო რა გინდა მაგასთან გამაგებიე რა რა ვიცი შეიძლება ყავს კიდევაც ეგეთი რა არ ვიცი კაცმა არის არა კაცო როგორ შეიძლება მაგათ ჯიში არა აქვს აი ხა იმ დღეს ჩავიდა ლავროვი იმაში სომხეთში და შეხვდა იმას რა ქვია პაშინიანს ჩვენო პატივცემთო იმ ქვეყნებსო რომლებიცო ჩვენ კულტურასო ჩვენ ენასო ჩვენს ადაწესებს და ჩვენს ყოფას ყოველთვის პატივცემენ ამას ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენ ესე იგი მაინტერესებს ბოლო აი ეს დურაკ-სამდურაკის პრინციპით როდემდე ესე იგი იმის შიშით ეხლა დღემდე არ არის დაჟილი ეს ვიღაც ნაძირალა გეწაძე იმიტომ რომ მე ესე იგი ხელისუფლებას პრორუსობა არ დააბრალო. გესმის რომ არ თქვან მე რომ ეს ხელისუფლება პრორუსია და ხედავთ რუსეთის დროში მე მაინტერესებს ეთნიკური შუღლის გაღვივება არ არის და ამის შემდეგ რომელი ტურისტი ჩამოვა მე რომ ვიყო ეხლა რუსი და შევხედო რომ ჩემი ქვეყნის დროშას აფსამენ რა მინდა იმ ქვეყანაში მაინტერესებს რა მინდა ამერიკის დროშა რო იგივე იყოს თქვენ გონიათ ამერიკელები დააკლენ და გამოვიდოდა მთელი აგრესია და როგორ აკეთებთ ამას და შეიძლება მართლა სათითაო ქართველი გამოეპანღურებინათ. აბა ამერიკელებს გაუბენონ ერთი ამ მართლაც და ლეკვებმა რა ძალიან ბევრს უტარებთ აი ძალიან ბევრს უტარებთ რა. მოდით ეხლა ამ დღეს ამით შემოვიფარგლოთ. ხვალ გვექნება ჩვენ ბატონ გრიშა კვლავ იქნება ჩვენთან სტუმრად ასე რომ იცოდეთ.
დღეს მაშინ ბინამიქირავი ახლა და დავრჩები კაცოს ამ ხელაგზაზე მიდი მოდი კარგია თქვენ ახლა როგორც სტალინეს მაგ ბინის პრობლემა გორში არ გექნება არ მექნება ისე გორის საპატიო მოქალაქე თუ ხართ ხართ გორის საპატიო გორის კი არა სახლიდან მაგდები გორი ვიგინებიო კარგით მოკლედ შევხვდებით ხვალ 9 საათზე ბატონი გრიშა ბატონი ლექსოც იქნება ჩვენთან კლავაც და ვისაუბრებთ იმ თემებზე რომლებზეც ვერ მოვასწარი დღეს საუბარი კარგად ბრძანდებოდეთ ტრადიციულად 26 მაისის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში სამხედრო ფიცი 700-მდე წვევამდელმა დადო, რის შედეგადაც ისინი თავდაცვის ძალების რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხნენ. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქ